Დაბეჯითებით გეტყვით, რომ ჩემს დროს ამას არძიმბა ვერ გაბედავდა. ჩემს დროს არძიმბას ჰქონდა ერთადერთი პრობლემა, რომ როგორმე იგი არ დაეპატიმრებინათ და აი ამისგან იცავდა თავს. და მან ძალიან კარგად იცოდა, ეხლა გაზეთ მოსკოვსკი ნოვოსტიში არის სტატია, სადაც ნაჩვენებია არძიმბას პოზიცია, რომ არძიმბა ერიდებოდა გამსახურდიასთან გამწვევებას. იმიტომ რომ იცოდა, რომ ის მას ვერ მოუგებდა, როგორც კანონიერ ხელისუფლებას. არძიმბამ ეს გაბედა მხოლოდ უკანონო ხელისუფლების წინამდე. ვინაიდან იცოდა, რომ ამ ხელისუფლებას არავითარი ლეგიტიმობა არ გააჩნია, ხალხის არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია და მასთან ომი მას გაუადვილდებოდა. ეს იცოდა არძიმბამ და ისიც იცოდა, რომ სამეგრელო ომში არ ჩაერეოდა რახან შევერნაძის უკანონო ხელისუფლება არის. აი ამიტომ გაბედა არძიმბამ ასეთი მოქმედება. ჩვენს დროს არძიმბა ამას ვერასოდეს ვერ გაბედავდა. მაგრამ რაც არძიმბამ გააკეთა არის აგრეთვე უკანონობა. არძიმბამ მოახდინა უზურპაცია ხელისუფლებისა, მან პარლამენტის ფრაქცია, სეპარატისტული ფრაქცია გამოაცხადა კანონიერ ხელისუფლებად და მას დააკისრა ისეთი უფლებები, რომელიც მას კონსტიტუციით არ ეძლეოდა. კერძოდ, 2/3 გარეშე მან გააუქმა არსებული კონსტიტუცია, აღადგინა ვითომდაც ის ძველი კონსტიტუცია, თავისთავად გამოაცხადა ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად. სინამდვილეში იგი არის ფრაქციის მეთაური, კერძოდ ერთ-ერთი ფრაქციის, სეპარატისტული ფრაქციის მეთაური და მას არავითარი უფლება არ აქვს ხელისუფლებაზე მონოპოლიის გამოცხადების. ეს არის დაკანონება ეთნიური წმენდისა. ეთნიური წმენდისა აფხაზეთში, ის ქართველებისგან უნდა გაიწმინდოს აფხაზეთი. აი ამის წინააღმდეგი ვარ ჩვენ და არა საერთოდ მშვიდობისა და სამშვიდობო ხელშეკრულების. მე აფხაზეთიდან ვარ. და მაქვს განუწყვეტელი ურთიერთობა ან იქიდან გამოსული ხალხთან, ან აქ რო ჩამოდის და მე ესე უბრუნდება. შეძრწუნებულები არიან რითი? შეძრწუნებულები. ძალიან სწრაფად ხდება სკოლებში გარუსება მოსწავლეების. ისინი უკვე ქართულად აღარ რამდენიმე წელი არის გახდა საკმარისი იმისათვის, რომ როცა სწავლების ენა არის რუსული. Они в прямом смысле раздражаются из-за разговоров по-грузински, а по-мигрельски не так уж. Но я и многие другие в школе все же разговариваем по-грузински. Мы не знаем русского языка и что нам делать. А когда бывают концерты и у нас есть какие-то выступления, тогда по просьбе учителей мы по-грузински громко не разговариваем. После запрета грузиноязычного образования в Абхазии известная абхазская националистка Наира Амалия выступила с новой инициативой о том, что надо закрыть и те 19 школ, где сегодня учатся грузинские дети на русском языке. Амалия лоббирует план, согласно которому она хочет поместить всех грузинских детей в интернат. 19 школ в Гальском районе. Все 19 школ надо закрыть, открыть одну школу-интернат с учителями абхазскими, выученных их в АГУ. Их надо ставить туда работать.